ზოგადად უნდა იცოდეთ, რომ ფასების თემა არის ძალიან სენსიტიური და თვითონ ჩვენ თაგანზე მოქმედებს, თუმცა როდესაც ამ თემას ვეთხოვთ, აუცილებელია რომ ემოციები გვერდზე გადავდოთ და ძალიან ესე პრაგმატულად ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ხო? ფასების დაკლების სივრცე გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს, მაგრამ ეს არ არის სწრაფი და ეს არ არის ხელოვნური გადაწყვეტილების შედეგი, ხო? ის არის ეფექტიანობის, პროგნოზირების, ანუ ბაზრის განვითარების პროგნოზირებისა და სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, ხო? თუ ჩვენ რომელიმე goals ზედმეტად ჩავერებით, მაშინ ამას შეიძლება ძალიან ნეგატიური განვლენა იქონიოს უშუალოდ მომხმარებელზე, რომელიც შეიძლება თქვა დეფიციტური პროდუქტი წარმოიქმნას და ზოგადად ანუ ბიზნესის თქვა ფუნქციონირებას და ბიზნესის კეთების ინტერესი დაიკარგოს, ხო? როგორც აღვნიშნე, რიტეილში ფასის დაკლება იწყება ეფექტიანობით, უკეთესი შესყიდვით, უკეთესი ლოგისტიკით და თაროს მართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საქართველოს ბაზრის სპეციფიკა. ჩვენ ვართ მცირე ბაზარი, FMCG არის მცირე ბაზარი და იმპორტ დამოკიდებული არის და ამიტომ რიტეილში ყოველი არაეფექტიანობა იწვევს პირდაპირ ფასში ასახვას, ხო? ეს შეიძლება იყოს შესყიდვის მოცულობა, შესაძლებელი ფასი, ლოგისტიკური ხარჯები, დისტრიბუცია, გაცვლითი კურსი და ანუ სხვადასხვა საკითხები. და ყველაფერი ეს ჯამში კონსოლიდირდება. ამიტომ რომელიმე ერთ გოლზე ყურადღების გადატანა, ანუ არ არის მართებული. ამიტომ ეს სისტემურად ყალიბდება და ამიტომ ჩემი პოზიცია არის რომ ყოველთვის ამას უნდა შევხედოთ სისტემურად. მესმის რომ ჩვენ გვინდა ძალიან მარტივი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის სისტემური ეკონომიკური საკითხი და მისი ანალიზით სისტემურად უნდა მოხდეს და არა რაღაცა კონკრეტული რგოლების, თქვა, პასუხისმგებლობის აკიდებით კონკრეტულ რგოლზე. არამედ ჯაჭვში არსებული ამგვარ საფრთხეს ხედავთია და ამის საფუძველი, თქვა, რა შეიძლება იყოს? აი თქვენ ახსენეთ არა კონკრეტულ რგოლებზე პასუხისმგებლობის აკიდება. მესმის სხვადასხვა ფრაზები თითქოს თქვა ერთი მხარე მეორე მხარეს ადანაშაულებს პროცენტებიც იყო კონკრეტული ნახსენები. ხო, პასუხისმგებლობის ასე თქვა გადატანა ხდება, შეიძლება იყოს ზოგი მწარმოებლის კუთხით, ზოგი დისტრიბუციის კუთხით, ზოგი რიტეილის კუთხით და აი ამისა თქმის საფუძველს ესმალს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს სისტემური. ამ თემაზე ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, ანუ სპეციალისტები, ექსპერტები, რომ ეს არის მთლიანი მიწოდების ჯაჭვი, ღირებულებაში ჩართული ყველა რგოლი, შემსყიდველი და მწარმოებელი დისტრიბუცია, ლოგისტიკა და საბოლოო ჯამში რიტეილი დამთავრებული და რაც თქმა უნდა აუცილებლად ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ანუ მომხმარებელიც ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას. საბოლოო ჯამში მომხმარებელი არის გადაწყვეტილების მიმღები, არის თუ არა მზად ის ამა თუ იმ ფასად შეიძინოს პროდუქტი. და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ანუ მოთხოვნა მიწოდების კანონი და ბალანსი და მომხმარებლის ძალაუფლება არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ სწორედაც რომ მომხმარებელი გვეუბნება, რომ ის არის ორიენტირებული დაბალ ფასებზე და მისი პირველადი გადაწყვეტილება ხდება ფასთან მიმართებაში და შემდეგ უკვე ხარისხთან მიმართებაში და ბაზრის განვითარებაც სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ამიტომაც არის ძალიან მაღალი საფასო კონკურენცია პროდუქტებსა თუ პროდუქტის მიმწოდებლებს შორის. განსხვავებულ მიდგომას რამდენად ითხოვს, აი თქვენი ვთქვათ რეკომენდაცია გარდა სისტემური მიდგომისა რა იქნებოდა, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა ვუსმენდით ასევე კომენტარებს, რომ ვთქვათ მიდგომა ვერ იქნება ერთნაირი სურსათთან და მედიკამენტებთან მიმართებით, ხო? ეს შედარებაც კი საერთოდ არასწორია, იმიტომ რომ ფასები სხვადასხვაგვარად რეგულირდება. აი აქ აი რა ტიპის მზაობას ხედავთ ამ შემთხვევაში კონკრეტულად სახელმწიფოს მხრიდან, აი ასე მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა, რადგან წინა პერიოდში კონკრეტული კომპანიები საუბრობენ და ასოციაციებიც, რომ მათ ჰქონდათ გარკვეულწილად მზაობა, მაგრამ მზაობა არ ჰქონდა ამ ბოლომდე საკითხის მიყვანის სწორედ სახელმწიფოს. ვერ გეტყვით ამ კუთხით არ მაქვს ინფორმაცია და ამიტომ გამიჭირდება კონკრეტული კომენტარის გაკეთება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში რაც არის გასაკეთებელი, ეს არის ძალიან ევოლუციურად გასავლელი გზა, რომელიც ძალიან წლების წინ, ათეული წლების წინ გაიარა განვითარებულმა ევროპის და დასავლეთის ბაზრებმა, ხო? ჩვენ მესმის, ანუ სურვილი რომ ჩვენ გვინდა რომ დღეს გავუტოლდეთ ევროპულ ბაზარს, თუმცა სწრაფად ეს პროცესი ვერ მოხდება, ხო? წლების წინ, რამოდენიმე წლის წინ ჩვენთან ორგანიზებული ბაზრის ჩანასახის დონე იყო და ჩვენ ყველა დავდიოდით ამა თუ იმ პროდუქტის შესაძენად სხვადასხვა ღია ბაზრობებზე. დღეს ჩვენ გვაქვს ანუ ორგანიზებული ქსელი, თუმცა ორგანიზებულმა ქსელმა ფას წარმოქმნაში რომ შეძლოს ანუ უფრო დაბალი ფასით აწეს, აუცილებელი ეფექტურობა. ეფექტურობა ვერ მოდის ძალიან სწრაფად. ეს არის სხვადასხვა ბიზნეს პროცესების, ეს არის ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, დანერგვის შედეგი, ხო? აი ტექნოლოგიას მე ვხედავ ანუ რესურს იმ ფანჯარას იქ რომ ვთქვათ ტექნოლოგიები იყოს ძალიან ინტენსიური
ინტენსიურად გამოყენებული, თუმცა ტექნოლოგიების თავის მხრივ მოიცავს მასშტაბური ინვესტიციას და ამ ვთქვათ, ინვესტიცია სჭირდება, დრო სჭირდება, ორგანიზაციული მძლავრობა სჭირდება და სხვადასხვა ვთქვათ, ინფრასტრუქტურული მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს, ხო? და დღეს თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ფასების განსხვავება ევროპულ ბაზარსა და ქართულ ბაზარს შორის არსებობს, ხო? ყველა სხვა ფაქტორს შორის, რომელიც უკვე 1000-ჯერ ითქვა, ნახსენები არის ეს თემაც იქ, რომ ეფექტურობა მიიღწევა ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მარაგების მართვის კუთხით, ლოგისტიკური სისტემების მართვის კუთხით, სატრანსპორტო სისტემების მართვის კუთხით, ხო? ასევე ვთქვათ, ვადების კონტროლი და სხვადასხვა მექანიზმები, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება არაეფექტურად ნამართი პროცესები წარმოიქმნას ხარჯად და რა თქმა უნდა აისახოს ფასწარმოქმნაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგიური განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ხო, ლოგისტიკური ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანი არის საბოლოო ფასწარმოქმნის, ასე ვთქვათ, შექმნაში. ჩვენთან მოკლედ ეს ბაზარი ძალიან ფრაგმენტირებული არის, ვთქვათ, დისტრიბუციის მომწოდებლის მხარესაც, ხო, იქაც მასშტაბის ეკონომიურად ძალიან დაბალი არის, ხო? აი თუნდაც მიწოდების ჯაჭვის ნაწილში რა ვიცი, ასობით მომწოდებელი იმპორტიორი კომპანია არის, მწარმოებელი ძალიან ცოტა არის ჩვენ და სამწუხაროდ, თუმცა იქაც მასშტაბის ეკონომიურობა ძალიან დაბალია და იქაც თვითღირებულება პროდუქტის მაღალია და შესაბამისად ფასიც უკვე მისაწოდებელი ფასი მაღალი გამოდის. იმპორტის შემთხვევაშიც იმპორტული, ვთქვათ, ფრაგმენტირებული შესყიდვები თავდაპირველად იძლევა მაღალ შესასყიდ ფასს და მერე ამას ემატება მიწოდების ჯაჭვი, ვთქვათ, თარომდე, ვთქვათ, რიტეილერამდე მოსვლის სხვადასხვა ხარჯები, კიდევ არ ჩამოვთქვათ, ლოგისტიკა, დისტრიბუცია, შენახვა, განბაჟება, გაცვლითი კურსი და ასე შემდეგ, ტრანსპორტირება, ხო? და აქაც მოკლედ ყველას მათ თვითონ აქტორს სჭირდება თავისი ინფრასტრუქტურა. ხო, ანუ იქაც უკვე ფიქსირებული ხარჯი იმატებს, ხო, ცვლად ხარჯზე რო არაფერი აღარ ყოთ. ამიტომ ერთის მხრივ შეიძლება კონსოლიდაციაც იყოს გზა იმისა, რომ მაგალითად მასშტაბის ეკონომიურობა მივაღწიოთ და ეს ყველაფერი აისახოს თვითღირებულების ეფექტურობაში. თუმცა ეს არის ევოლუციურად გასავლელი გზა და ხელოვნური ჩარევები, აი არ ვიცი რამდენად აქ იქნება კარგი. თუმცა ინფრასტრუქტურული განვითარება და ტექნოლოგიური განვითარება ვფიქრობ, რომ ამ პროცესს პოზიტიურად წაადგება და პროცესს დააჩქარებს.